საარქივო სამმართველოში დღის 12 საათზე მომავალი წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია იყო დაგეგმილი. პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე უწყების პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ გადამღები ჯგუფის სამმართველოში მისვლა საჭირო აღარ იყო, რადგან გეგმები შეიცვალა. მოგვიანებით სხვა მედია საშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ სამმართველოს უფროსი დააკავეს. ხმაურიანი ოპერაცია, როგორც მოგვიანებით ადგილზე მისულებს მურმან დუმბაძემ გვითხრა, ტელეკამერების წინ განხორციელდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაპატიმრების ამ ფორმას აპროტესტებს და მას წინა ხელისუფლების კურსის გაგრძელებად მიიჩნევს. ბათუმის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების მიზეზების შესახებ არქივის თანამშრომლები ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამბობენ, რომ შენობაში ნიღბიანები შევიდნენ. ამდვილად არ ვიცით. რო იყო ხარ რაღაცა უნდა გითხრათ. ხამის აბაზო იყო. აი, ეს არის ჭორია, ყველამ სხვადასხვა ზოგი ამას ამბობს, ზოგი ცნობას ამბობს. აგერახლა დამთავრდა ჩვენთან შემოცემა და წარჩინებით ფინანსური მხარეც ყველა მხარე. გავრცელებული ინფორმაციით დაკავების მიზეზი 300 ლარის ოდენობით ქრთამის აღება გახდა, თუმცა დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით გურამ სალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. ადვოკატის მონათხრობის მიხედვით პირმა, რომელსაც იგი ადრე რამდენჯერმე შეხვდა, გარეთ გასვლას თხოვა და ფული შესთავაზა, რაც სალაძეს არ აუღია. ჩხრეკის ოქიმის მიხედვით კი მას თანხა ჯიბიდან ამოუღეს. ყველა ფაქტობრივი გარემოები, რომელიც მან დამისახელა, მე ანუ ასე რომ თქვა, ემთხვევა მე რო შევისწავლე საქმე საერთოდ და მოვიკითხე, ემთხვევა მის ჩვენებას საქმეში, მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება, როგორც ჩემთვის ცნობილია და რაღაც ფირი, რომელიც გამოგვეცემა ჩვენ 48 საათის განმავლობაში. ამ მტკიცებულების საფუძველზე ჩემი აზრით ვერ უნდა მოხდეს ბრალდების წარდგენა. საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ სალაძის ბრალეულობაში ეჭვიში აქვს. ამბობს, რომ არქივს ისეთი ქონება არ აქვს, რაშიც ხელმძღვანელს ფულს გადაუხდიდნენ. არქივს რა აქვს ისეთი, რომ გასცე რაღაც ქრთამის სანაცვლოდ დოკუმენტაციები, რომელიც არის დაკარგული და საეჭვოდ არის მიჩნეული, რომ ასეთი დოკუმენტაციები არის დაკარგული. პირდაპირ ამ არქივის ხელმძღვანელმა სამმართველოს უფროსმა გადასცა სწორედ შესაბამის სამსახურებს. მურმან დუმბაძე ხელისუფლებას დაკავების მეთოდებს უწუნებს და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძისა და გამგებლის ლევან ლორთქიფანიძის დაპატიმრებებს იხსენებს. ეს იყო შოუ, რომელიც მოწვეული ტელევიზიების ფონზე ჩაატარეს, აცხადებს დეპუტატი. ჩვენ სუსტად იგივე მეთოდებით ვაგრძელებთ ურთიერთობას ადამიანებთან, რომელსაც ბრალი უნდა წავუყენოთ, როგორცაც აკეთებდა ძველი ხელისუფლება. ეს არის დესანტის გადმოსხმა, ჟურნალისტების დაძახება, რაღაც ტელეშოუს მოწყობა, ეს ყველაფერი 9 წლიან წინანდელ ისტორიას მაგონებს და არ ვარგა. ასეთი დადასტურებული ფაქტი იყო შოუს მოწყობისა. მალხაზ ფარტენაძის შემთხვევაში, აგერ 2 თვის წინ მან უზარმაზარი რაოდენობის ქთამი აიღო და სასამართლო ამტკიცებს, რომ თურმე ქთამი არ აუღია. ასეთივე დადასტურებული ფაქტი იყო ლევან ლორთქიფანიძის შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის შემთხვევაში. სასამართლომ დაამტკიცა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა. დაკავებული ამ დროისათვის თბილისში მოდულის შენობაშია გადაყვანილი. საგამოძიებო ორგანოს დაკავებულისათვის ჯერ ბრალი არ წაუყენებია. მისი დამტკიცების შემთხვევაში გურამ სალაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.